თქვენი აზრით რა შეიძლება მოვამზადოთ ამ ორი ინგრედიენტისგან? ეს არის კარტოფილი და შებოლილი სოსისი. თუ მეგობრებთან ერთად დაგეგმებ პიკნიკზე წასვლა და გინდა ისინი გააოცო, მე გთავაზობ კარტოფილის ბურგერს, რომელიც ძალიან გემრიელი იქნება და ძალიან მოეწონება ჩვენს მეგობრებს. მომყევით, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და გასწავლით როგორ შეიძლება მომზადდეს. ვჭრით კარტოფილს შუაზე, ისე რომ ბურგერის ფორმა მიიღოს. ვჭრით სოსის შუაზე და ამ შუაზე გაჭრილ სოსის კიდევ სიგრძეზე ვჭრით ისე რომ ბოლომდე არ ჩაიჭრას და გადაიხსნას. წამოვაგებთ კარტოფილს შამფურზე ისე რომ მიიღოს ბურგერის ფორმა. ჩავდებთ სოსის და ისევ კარტოფილს. როგორც ბურგერი. უყურეთ ვიდეოს ბოლომდე, გამოვყევით და ყველაფერს გასწავლით. შამფურზე ამ ყველაფრის აგების შემდეგ ვაყრით მარილს. ამ ყველაფერს ვახვევთ ფოლგაში. ვდებთ მაყალზე და ველოდებით დაახლოებით 15-20 წუთი. მანამ ველოდებით დაალაიქეთ, გამოიწერეთ და ზარის ღილაკიც დააყენეთ. ამოვაბრუნოთ. გემრიელი არომატები იგრძნობა და დროა უკვე შევხსნათ ფოლგად და ფოლგის გარეშე დავბრაწოთ ჩვენი ბურგერი. ხსნით ფოლგას და გახსნილ მდგომარეობაში ჩვენს ბურგერს ვდებთ ისევ მერე ვაბრუნებთ მაყალზე. სასწაული არომატი გამოუშვა. ვსინჯავთ კარტოფილს. არის თუ არა რბილი, კი ბატონო, სირბილე შეუნარჩუნდა და ვიღებთ ამ ყველაფერს, ვდებთ მაყალზე. თო რა არომატები ამოდის. კარგია. სუპერ. შეხეთ რა სილამაზეა. შეიწვება ჩვენი ბურგერი, დაიბრაწება, შეწითლდება და ეს შეწითლების შემდეგ ავიღებთ და გავსინჯავთ ჩვენს კარტოფილის ბურგერს. ყველას გვიჭამია ალბათ ბავშვობაში ნაკვეთშხალზე შემწვარი კარტოფილი, მაგრამ ამჯერად გავსინჯავთ კარტოფილის ბურგერს. ჩვენი კარტოფილის ბურგერი ნაკვეთშხალზე უკვე შეიწვა, მზად არის. ავიღებთ და დავაგემოვნებთ. აი, ეს ლამაზად გამოიყურება ბურგერულად. ჩვენი ბურგერიც გასასინჯად მზად არის. ჩამოვიღოთ შამფურიდან. ძალიან მაგარი გამოვიდა.
ვა. სუპერ. ამ ყველაფერს ჭირდება ჩემი გემოვნებით, ლუდი, რომელსაც ჩამოვასხამთ ახლა, ჩავაკოკლოზინებთ ჩვენს ბურგერთან ერთად. ისეთი არომატები აქვს. მართლა მაგარია დედას გეფიცე. სადეთ აუცილებლად არაჩვეულებრივი გამოგივა დარწმუნებული ვარ. და ესე მარტივად ორი ინგრედიენტისგან დავამზადეთ ბურგერი. დაგვალაიქეთ, გამოგვიწერეთ, გაიხარეთ.